1996 წლის სამარცს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად სამღვდელოება და მრევლი ჯვრებითა და ხატებით ფეხით გაემართა ელიას მთისაკენ. მათ საძირკველში აღმართულ ჯვართან სანთელი დაანთეს და ჩააწყვეს ქვები, რომლებზეც საკუთარი სახელები დაწერეს. სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველს ჩააყოლეს წმინდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები. უძველესი ტრადიციის თანახმად მღვდელმთავრებმა საძირკველში ჩააწყვეს ოქროს მონეტები. საფუძველშივე იქნა ჩადებული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და იმჟამინდელი პრეზიდენტის ორი ფილა მათი სახელებით. ყოვლადწმინდა სამებაო, დალოცე, გააძლიერე და გაამთლიანე სრულიად საქართველო და ეკლესია ჩვენი. გევედრები ყავთ ტაძარიესა და საქართველო ტახტად და სამკვიდრებლად შენდა. ხოლო ერი ჩვენით სამწყსოდ შენდა. ამინ. მონაღვთისამ დაბალი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, წერია უწმინდესის ფილაზე. ასეთი იყო დღე, რომელსაცერსა თუ ბერში მრავალი მორწმუნე ახალი ათვლის წერტილად მიიჩნევს. რთული გამოსაცნობია, რას გრძნობდა იმ დროს ერთი ჩვეულებრივი თბილისელი კაცი, რომლის ხელებსაც ღვთისნების ასრულება მიადეს. არჩილ მინდიაშვილი 1951 წლის 21 მარტს დაიბადა თბილისში. მამა პროფესიით ინჟინერი გახლდათ, მაგრამ ეს მის მეგობრებს ნაკლებად აინტერესებდათ. მეგობრები არჩილსა და მის ძმას ვაჟას უფრო ხშირად მამის მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვან და საინტერესო ცხოვრებაზე ესაუბრებოდნენ. გოდერძი მინდიაშვილი თბილისის დინამოს ყოფილი მეკარე გახლდათ. თავის დროზე დედაც მოცეკვავე იყო, მაგრამ როგორც ეს თბილისურ ოჯახებში ხდება ხოლმე, შვილებზე ზრუნვამ მთელი მათი დრო მოიცვა. ცხოვრების წესი თანდათან შეიცვალა. ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შვილებისათვის თავისი გამოცდილება და ყოველივე საუკეთესო გაეზიარებინათ. შემატყო, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა. და თვითონ მეკარე იყო და მეც მინდოდა, რომ მეკარე ყოფილიყავი, მაგრამ აი სპორტსმენი ვიყავი, ახლა უამრავ სპორტ სახეობაში ვცადე ჩემი ბედი, მაგრამ ესეთი სერიოზული ფიზკულტურელის დონეზე ვიყავი ყველგან. მხოლოდ აი ფრენბურთში მივაღწია მესამე თანრიგს, საქართველოს ჩემპიონი ვიყავი სკოლის ასაკში. მამამ შვილს მალე შეატყო, რომ სპორტი არც იმაზე მეტად აინტერესებდა და არც იმაზე ნაკლებად, ვიდრე მისი ასაკის ნებისმიერ სხვა ბიჭს და მის საფეხბურთო კარიერაზე უარი თქვა. არჩილს კი ამასობაში ერთი გამორჩეული გატაცება გაუჩნდა, რომლისათვის ყურადღება თავადაც არ მიუქცევია. თავიდან ვერც კი მიხვდა, რომ ეს გასართობი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეოდა. ძალზედ საინტერესო იყო ხოლმე და ძალიან გატაცებით მუშაობდი. აი აგურისგან, აი ძველი მეტეხის აგურისგან აი ქანდაკებებს, აი ვაქანდაკებდი ტაძრებს. აი რატო არ ვიცი, მაგრამ ვაკეთებდი ამას და ეს თხრიდი, ჩიჩქნიდი რა. ძალიან მიტაცებდა ფერწერა. ძალიან მიტაცებდა ფერწერა და მაშინ ახლა პრინციპში გაჭირობა იყო, ახლა დღეს რო ყველაფერი შევება, მაშინ ასე არ იყო და მახსოვს ბუმბულებისგანაც კი გავაკეთე ფუნჯები მქონდა ბუმბულისგან შეკრული და იმით ვაკეთებდი და აკვარელით ვხატავდი. მაგრამ ეს ანუ აი სახვითი ხელოვნება ჩემში იყო ეტყობა. და ვხატავდი გრაფიკაშიც, ფერწერაშიც ვხატავდი. მაგრამ იცით აი საკუთარი სიამოვნებისთვის ვხატავდი, ანუ ასე სერიოზულად არ მიფიქრია, რომ ან მხატვარი გამოსულიყავი, ან მოქანდაკე გამოსულიყავი და მე-9 კლასში იყო, როცა მის ოჯახსა და მთელ სანათესაოში უკვე ბჭობდნენ და კონსილიუმებს მართავდნენ იმ ფრიად მნიშვნელოვან თითქმის სამკვდრო სასიცოცხლო თემაზე, თუ რომელი პროფესია უნდა აერჩია მინდიაშვილების უფროს ვაჟს. სჯაბაას ბოლო მალე მოიღო. თბილისის უნივერსიტეტმა არჩილ მინდიაშვილის მსგავსი მოსწავლეებისათვის, რომელთა პროფესიულ არჩევანს ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, კონკურსი გამოაცხადა. ის ბედნიერი მე-9 კლასელები, რომლებიც კონკურსს გაივლიდნენ, 2 წლიან კურსებზე ჩაირიცხებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2 წელიწადში მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კარი უგამოცდო და ცხია იყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსგავს ფაკულტეტებზე, მისაღებ გამოცდებზე მაშინ წლობით აკლავდნენ თავს აბიტურიენტები, გასაგები გახდება, თუ როგორი სერიოზული საქმე იყო ამ კონკურსის წარმატებით გავლა. ჩავაბარე, მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა, გავიმარჯვე. გამიმარჯვე ახლა სხვებთან ერთად რასაკვირველია, ყოველ შემთხვევაში ჩავაბარე და დავდიოდი, საღამობით იყო ეს ლექციები. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ვახერხებდი და დავდიოდი და ვსწავლობდი არქეოლოგიას, ლათინურს, ძველ ბერძნულს. ბატონი რისმან გორდეძიანის ლექსები მახსოვს.
ძველბერძნული, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ჯინიანი ბავშვი ვიყავი და აი მინდოდა რომ ჰომეროსი ორიგინალში წამეკითხა. და მაინდა-მაინც ძველბერძნული ბერძნებმაც არიციან, საშინელებო ესეთი იუმორისტული ფრაზაც არის, რომ რითი განსხვავდებიან თანამედროვე ბერძნები ძველი ბერძნებისაგან და იმით არიან ბედნიერები, რომ იმათო ძველბერძნული სასწავლი არ აქონდათო, იცოდნენ, რომ იმდენად რთული არის და რადიკალურად განსხვავებული. მაგრამ მაინც აი სიჯიუტით მინდოდა რომ მესწავლებ და წამეკითხა და ლექციები არქეოლოგიაში, ძველბერძნულში და უამრავ საკითხებში ისტორია თავისთავად ცხადია და ამ ლექციებზე ვხატავდი რა. ნუ მექანიკურად კი უსმენდი, მაგრამ აი მე ფურცელებ ხატავდი და ერთი მე დავმეგობრდი ერთ ყმაწვილთან და კაცო, შენო ესე დონეზე თუ ხატავ, რა გინა აქვს? წავედივან არქიტექტურაზე ჩააბარებ, ან სამხატვრო აკადემიაში, რატო ცდები აქაო? რაღაც ამ ბიჭმა გული ამიცრუა. და მეც ვიწამე რომ მე თქვი თუ ესეთი მაგარი ვარ, აქ რაღა მინდა. ანუ ნეტარ და მეჯერებინა და მაინც მესწავლა ეს ყველაფერი და მე უფალი მაინც თავის გზას მომცემდა. მაგრამ ის ცოდნა ნამდვილად წამადგებოდა, თუმცა ის პერიოდი, რასაც სწავლობდი, ძალიან წამადგა. ჯერ ისედაც ინტელექტის ჩამოყალიბებაში, საერთო ცოდნის მისაღებად, ყველანაირად სასარგებლო იყო, ყველანაირად. არჩილის არქიტექტორობაზე საუბარი მანამდეც ჰქონდათ. საოჯახო კონსილიუმებზე ამ იდეას მისი ბიძა, ხაზვის მასწავლებელი ნოდარ ფარქოსაძე ლობირებდა, რომელსაც უკვე კარგად ჰქონდა გამოცდილი არჩილის ამ უნარის პრაქტიკული სარგებელი. იგი ნიჭიერ ნათესავს ხაზვის ტურებზე საკუთარ მოწაფედაც ასაღებდა ხოლმე, რათა თავისი სკოლისათვის გამარჯვება მოეპოვებინა. ამიტომ დიდად არ გაკვირვებია არც ის, რომ დისწულმა პროფესია არქიტექტორი აერჩია და არც ის, რომ მისაღები გამოცდები იოლად ჩააბარა. ეს საბჭოთა არქიტექტურა ეს იყო ჩემის აზრით, აი რა ქვეყანაც იყო, აი ესეთ ჩარჩოებში იყო არქიტექტურაც რა. აი ეს შედგენილი ნორმები, რომელსაც ჩვენ ახლა სნიპებს ვეძახდით ყოველთვის. ეს იყო რა იცი, აი ყოველგვარი ფანტაზიის მომკვლელი. ანუ ანტიარქიტექტურული, იმიტომ რომ იქ აი ამაზე მეტი არ უნდა გამოგსვლო და ფართი თქვა სიტყვაზე ესე და უკვე ინსტიტუტშიც კი უკვე ჩვენ გვაყენებდნენ საქმეს გვერდში რომ თქვა აი საცხოვრებელი კორპუსის დაპროექტებისას უნდა შეეცადო რომ თქვა აი კიბის უჯრედზე მეტი ბინა განთავსდეს რომ ეს ეკონომია არის. ანუ რამდენიმე კიბი არის, ერთ კიბეზე რამდენიმე მიაბა და უამრავი რაღაცა ისეთი ნიუანსები, რომელიც ახშობდა ეს ყველაფერს. მიუხედავად ყველაფრისა, სტუდენტობა თბილისში ეს განსაკუთრებული თემაა, რომელიც მძიმე პლანშეტებისა და სერიოზული ლექციების გარდა ქალაქური ცხოვრების პირველ ნაბიჯებს აღნიშნავს. რუსთაველის გამზირზე ცისფერი ტრიოს ბიჭებთან ერთად დაწყებული საღამო აუცილებლად სადმე რესტორანში ან პატარა თბილისურ დუქანში მთავრდებოდა. სტიპენდია ყოველთვის არ ყოფნიდათ. ასეთ შემთხვევაში გაჭირვების ტალკვესის როლს ბაბუის ნაგონი ოქროს საათი ასრულებდა. რესტორანი არ დარჩენილა, სადაც ამ საათს პატრონის თავდებად ღამე არ გაეთენებინოს. პარადოქსი კი ის არის, რომ საათის სინამდვილეში ოქროსი არც აღმოჩნდა, მაგრამ მაშინ ამის გადამოწმება არც ერთ მედუქნეს, მეტიც არც თავად პატრონს აზრადაც არ მოსვლია. იმ დროს ადამიანის სიტყვა ყველა ოქროზე ძვირად ფასობდა. უნდოდა თუ არა იდეოლოგებს, ასეთ სიტყვებს ხანდახან იქაც კი მოისმენდი, სადაც ნაკლებად ელოდი, მაგალითად დაწესებულებაში, რომელსაც ჭეშმარიტი იდეოლოგიურად სანდო ელემენტები უნდა ჩამოესხა. მე მახსოვს ბატონი ირაკლი ციციშვილის ღმერთმა აცხონოს მისული იმისი ლექციები, რომ აი კაც თავში ქონდა რომ ეროვნული არქიტექტურა გააკეთოთ რა. არ გააკეთოთ სხვა, რომ აი ქართული ნიუანსი და შეესწავლეთო გადეთ ძველ თბილისში, რაიონებში, თელავი ხო საერთოდ მუზეუმია, ძველი ისტორიული მუზეუმი და შეესწავლეთ რომ ეს ქართული ნიუანსები არ დაკარგოთ. და იცით ერთი მხრივ ეს გაჩერებს, მეორე მხრივ ის გასწავლის და აი რაღაც პარადოქსია რა. და თავადაც ახლა თვითონ უკვე პროექტების დამტკიცების დროსაც საბჭოებზე, არქიტექტურულ საბჭოებზე რა საკვირველია ეს კრიტერიუმები არსებობდა და საკმაოდ ჩარჩოებში იყავი. ანუ აი ფანტაზია, აი ეს დიზაინი, გნებავთ ექსტერიერის, გნებავთ ინტერიერის, პრაქტიკულად შეზღუდული იყო. პრაქტიკულად შეზღუდული იყო, მაგრამ მაინც ასე თუ ისე რაღაცას ვახერხებდით. მე ბედნიერება მხვდა წილად, რომ აი საქალაქმშენსახ პროექტში მუშაობის დროს
ძალიან კარგ სახელოსნოში მოვხვდი. ცხონებული ბატონი შალვა დავითაშვილი უდიდესი პიროვნება, როგორც არქიტექტორი, როგორც ადამიანი. ახალგაზრდა ყმაწვილი ვიყავი და მასთან მომიწია მუშაობა. შემდგომში უკვე ეს სახელოსნო ბატონმა შალვამ გადააბარა მერაბ ჩხენკელს. ახალგაზრდა ნიჭიერი არქიტექტორი იყო და ასაკში იყო ბატონი შალვა და უკვე მერაბ ჩხენკელის სახელოსნოში ვიყავი და ძალიან დიდი პროექტები ხუდაწილად გამეკეთებია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მის ხელში მოხდა, ეს იყო სოხუმის უნივერსიტეტის შენობის დაპროექტება. საქმის მნიშვნელოვანებას ისაძლიერებდა, რომ იმ დროს უკვე საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის. თანაც რუსეთში ეგრეთ წოდებულ გიპროვუსში უკვე არსებობდა აფხაზების შეკვეთით მომზადებული პროექტი, რომელიც მიუხედავად რუსებისადმი მათი უსაზღვრო ნდობისა განსახორციელებლად უვარგისი აღმოჩნდა. არჩილ მინდიაშვილის ვერსიას დამკვეთები მაინც დიდხანს ეჭვის თვალით უყურებდნენ. სანამ ისევ მათი უსაზღვრო ნდობის ობიექტმა მოსკოვმა არ დაადასტურა, რომ ქართველთა მიერ შემუშავებულ პროექტში არაფერი ანტიაფხაზური და არასანდო არ იყო. ყველაზე მეტად ამ ფაქტმა მაშინდელი აფხაზეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მეთაური ადლიბა გაახარა. ის აფხაზეთის იშვიათ მკვიდრთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვისაც ისევ ახსოვდა ლეგენდები ჩვენი მამაპაპის მეგობრობაზე და იმეც არ კარგავდა, რომ ტრობით დანგრეულს ისევ სიყვარული ააშენებდა. სამწუხაროდ ეს შენება დიდი ხნით გადაიდო. სოხუმის უნივერსიტეტის ნაგებობა უკვე დაწყებული იყო, როცა აფხაზეთში პირველი ჭურვი გავარდა. ყველაფერი ჩაიშალა. პარადოქსი კიდე სასაცილო არ არის, მაგრამ ღემლის მოუგრელი არის, რომ სოხუმში ხო ჩამეშალა ამ ხელა გრანდიოზული პროექტის განხორციელება და ცხინვალის დრამატული თეატრის პროექტის ავტორი ვარ. როდესაც დაიწყეს პროექტირება და ანუ ქართული და ოსური დასი ახალ შენობაში უნდა შესულიყო. და თითქმის მუშა პროექტის დონემდე მისული ეს პროექტით ჩამივარდა, ანუ სადაც სერიოზული, ძალიან სერიოზული ნაგებობები დავიწყე პრაქტიკულად, მე ყველაფერი აი მოხდა ისე რომ ვიღაც ეცალა მათი აშენების და ომის ქარცეცხლში ჩაერია და სამწუხაროდ ეს პროექტიც შეჩერდა და ვერ განხორციელდა. პერესტროიკის ხავერდოვანი ყოფა თავისუფლების ქარიშხალმა წალეკა. ეროვნული მოძრაობის დასაწყისში არჩილ და ვაჟა მინდიაშვილები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში. 99 წლის 9 აპრილსაც, როდესაც ცოტა ხნის წინ უდარდელ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს, ორივე მომიტინგეთა შორის იყვნენ და ხალხის და თავის გადარჩენას ცდილობდნენ. ორი დღე ვეძებდით ჩემ ძმას. ჭკუაზე აღარ იყო, მე თავის თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. ეს კი არა მოყვა კიდევაც რომ ახალგაზრდა ქალი შემოვიყვანეთო თუ შემოვათრიეთო, რომ მკერდი ქონდა მოგლეჯილიო რა. ანუ აი ნიჩბით, ესე იგი მოთლილი ქონაო და აი რაღაცნაირად მოუწიეთ, შეუყარითო და გადავარჩინეთო და მე სასწრაფოები რო დაიძრა, სასწრაფოში ჩავსვითო და აინტერესებდა კიდევაც იმ ქალბატონის ბედი, რომ ყოველ შემთხვევაში დაღუპულთა სიაში ის ხალი არ აღმოჩნდა. და მე ამ ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ რო გადავრჩითო და რო ეს ყველაფერიო და ერთ სხვარი დავკლათო და ვიქეიფოთო და აღნიშნოთო, მოვიგონოთო და ნუ როგორც ხდება ხოლმე საქართველოში. და გააკეთეს მართლა ესეთი შეკრება პურმარილი ჩემთან ოჯახში, მამაჩემის სახლში. და მე რადგანაც ნეიტრალური ვიყავი და ესენი მაინც თაოსნობდნენ ამას, მთხოვეს რომ მეთამადა. ეს არის 99 წლის 5 მაისი, ზეპირად მახსოვს. და რატომ მახსოვს, მაგასაც მოგახსენებთ, რომ იცით მე არ გამიგია და 22 აპრილს იყო პატრიარქის განჩინება გაზეთ თბილისში გამოცხადებული, რომ ცხადდება კონკურსი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის გამოსავლენად. მე არ მქონია ეს გაგონილი და იცით როგორ ხდება, აი თამადა ვარ, ფეხზე ვდგევარ ეს ახალგაზრდების ხედან და ტელევიზორი ჩართულია და გამექცა თვალი მექანიკურად, მაგრამ პატრიარქი რო დავინახე, ერთ წუთი ვთხოვე ყველა და აუწიეთ ტელევიზორს. რომ ხედავ შოთა ყავლაშვილი, ბატონი შოთა მაშინ ქალაქის მთავარი არქიტექტორი, ჩემი კოლეგები და არის ქალაქის მთავარი არქიტექტორი, პატრიარქის შეხვედრა არქიტექტორებთან და გამოაცხადა და საერთოდ ეხლა ტრაბახი ჩემ გვარშიც არავის არ უყვარს. ეხლა ბაქიეობა ეხლა ყველას შეუძლია, მაგრამ ეხლა ტრაბახი და რაღაც არა, მაგრამ
და ეს მეჭირა რაღაც სასმისი ხელში და აი ამ ბიჭებთან თქვი, აი მექანიკურად წამოსდა, რომ კონკურსი რო გამოაცხადა პატრიარქმა და ცხადა. ამ კონკურსს ვაკეთებ და ვიგებ. ჯერ საქვეყნო პირობა და შემდეგ კი ჩაფიქრდა, როგორ უნდა გაეკეთებინა ეკლესიის პროექტი საბჭოთა პრინციპებზე აღზრდილ არქიტექტორს. არც მას და არც მის კოლეგებს მსგავსი გამოცდილება არ გააჩნდათ. არჩილ მინდიაშვილმა ფილოსოფიას თავი დაანება და ყველაზე მოკლე გზა აირჩია და პასუხების საძებნელად ეკლესიაში მივიდა. ხო და ახლა მოძღვრებთან არასდროს არ მქონია ურთიერთობა და მეთქი გავბედავდა ამ კაცთან მაინც სახელი გვარი და რაღაც უფრო შინაურულად მივალ რომ გავერკვე რა ხდება. აღმოჩნდა რომ ამ არჩილი პეტრე-პავლეს ტაძარში არის წინამძღვრად და წავედით მეც და ჩემი ძმაც. წარმოიდგინეთ, ახლა მე არქიტექტორი ვარ და ის არის მსახიობი. მაგრამ ეკლესიისაკენ ტოლვა უკვე ისე დონეზე გვაქვს ორივეს რომ მივედით და მამარჩილმა ხო მოუყევია გავეცანი და გაეღიმა რასაკვირველია. ხო და აი ესეთ მე სურვილი მაქვს მეთქი რა ეს რო გავაკეთო და მე ამბო ასეთი ამბავი მამათა ცხოვრებიდან რომ ერთი მებატე მწყემსი იყო და ყოველდღიურად ქალაქის კარიბჭიდან გამოყავდა ბატებიო მდინარეში მიიყვანდა და იდგა ნაპირზე და ქვიშაზე ხატავდა თავგამოდებით ხატავდა წმინდანის ხატს რომელიც ქალაქის კარიბჭეზე იყო აი ამ ქალაქის დამცველი წმინდანის ხატ და რამდენიმე წელი ყოველდღიურად გრძელდებოდა აი ამ ხატის და ეხლა მებატე ოვიცი გაუნათლებელი და ვერ ახერხებდა მაგრამ აი ეს ეჭირა ეს ჯოხი და ყოველდღიურად და ეცე რა არისო არჩილო აი უფალმაო რომ დაინახავ ამის ესეთი მონდომება რომ ეს უნდოდაო დაახატინავ მერე და ეს მებატე ბიჭი ცნობილი ხატმწერი შეიქმნაოდა შედალოცვილო უმაღლესი განათლება გაქვს და არქიტექტორი ხარ და თუ ესე გულით გინდაო აჩვენე უბალ შენი გული და დაგეხმარება და გავაკეთებინებს დიდი ნატრით გულში ის ეკლესიურ ცხოვრებაში შესვლას შეეცადა და გარშემო ყველაფერი შეცვალა პირველად რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა 1 ივნისს წმინდანინოს შემოსვლის დღეს მიიღო ძმასთან ერთად სვეტიცხოველში ფეხით გაემგზავრა ჩავედით სვეტიცხოველში და იქ პარაკლისი გადაიხადა მამარჩილმა და დამაჭერინა მერე ერთ-ერთი ხატიდან ჩამოხსნა კანდელი და აი ამ ზეთით აკურთხა აბსოლუტურად ყველა და მე ეს ხელში მეჭირა და ჩემთვის იცით რა იყო რომ აი რაღაცა იდუმალებას შევეხე, რაღაც მისტიკურ შევეხე, იმიტომ რომ ცხოვრებაში ასეთი რამე არ მქონია და მე მეჭირა და ამით ხალხს ჯვარს გადასახავდა შუბზე და აკურთხებდა და წარმოუდგენელი შეგრძნება დამეუფლა. თავი რო არ შეგაწყინოთ, რასაკვირველია მე და უკვე მამა არჩილის მრევლი გავხდი მეც ჩემი ძმაც და მოხდა ისე რომ ჩემ ძმამ საერთოდ რადიკალურად შეცვალა თავის ცხოვრების წესი, დაანება თეატრს თავი, ჩააბრავა სასულიერო სემინარი აკადემიაში და გახდა მოძღვარი. რომელიც შემდგომ მამა ნიკოლოზად ეკურთხა და იგი იყო პირველი წინამძღვარი ამაღლების ტაძრისა საბურთალოს პანთეონის წირვარი ეკლესია. და რამდენიმე წელია გარდაიცვალა ღმერთმა აცხონოს მის სული. არჩილ მინდიაშვილს კარგად ესმოდა მომავალი სამუშაოს სერიოზულობა. კონკურენცია სერიოზული იყო, მას კი ამ სფეროში ძალიან მცირე გამოცდილება ჰქონდა. მან დაუჯერა გამონათქვამს, რომ შედევრები მხოლოდ სიმარტოვეში იქმნება და განმარტოვდა. თანაც რაც შეიძლება შორს, ქალაქური გულშემატკივრობისა და ცნობის მოყვარეობისაგან. ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაზალეთში, მეუღლის სოფელში. ჩავიკეთე თელი თვეზე მეტი. ანუ პროდუქტი, პლანშეტები, ლიტერატურა, ხატები, ყველაფერი, იმიტომ რომ ტელეფონი იქ არ არის, არაფერი არ არის და მარტო აი ესე რაღაც ასკეტური ცხოვრებით ჩემ თავს უვლიდი.
ამინდებით შესანიშნავი დამემთხვა სუწვიმდა. ანუ გარეთ ვერ გახვალ, არავისთან კონტაქტი. და ანუ ინფორმაციაც არ მქონდა, რა ოჯახში არ როგორ არიან, ღვთისწყალობით ალბათ კარგად არიან, თორე ცუც ყოველთვის გაიგებ ადამიანი. და ესე ჩაკეტილი ვიყავი, რომ აი მაისი იყო და ღუმელი მენთო შეხავდი დილით. იმიტომ რომ საშინელი სიცივე იყო, მაღალ მთიანი ადგილია თვითონ და აი რუსები ვიტყვენ, აი მარასა შეეპაგოდა რაღაცა ეს ცრის ეს ისე რომ გარეთაც როგიდოდეს ვერ გახვალ და ეს შეშა ეს ღუმელი იქ სასმელი მქონა მომარაგებული საკმაოდ სერიოზულად, როდის რა გამიჭირდებოდა და ვერ ვიშვებდი ვერაფერს. ერთი-ორჯერ შორეული მეზობლებმა მომაკითხეს იმერული მოკითხვები და ჭადი და ქოთნით ლობიო რომ გაიგეს და ყველას მოხრუჭი მივაცემინე რომ არ მინდა მეთქი თქვენი არც ყურადღება არც პრასი მინდა არც ჭადი არც ლობიო დამანებეთ თავი იმიტომ რომ მუშაობ მეთქი და სხვათა შორის მეტი აღარ შეუწუხებია და თელი ამ თვენახევრის მანძილზე საკმაოდ შრომატევადი სამუშაო ჩავატარე და უკვე თბილისში რო ჩამოვედი უკვე მქონა მასალა რომელთაც უკვე მაკეტი დავიწყე უკვე მაკეტს იქაც ვაკეთებდი და უკვე მე პლანშეტები სადემონსტრაციო მასალის მომზადება ანუ ძირეული ყველაფერი იქ გადავწყვიტე სრულიად განმარტოებაში სრულიად არც ტელევიზორი არც ტელეფონი არანაირი ინფორმაცია არა გაზეთი არანაირი პრესა და ვიყავი მე და უფალთან ვიყავი მარტო და აი ესე ვაკეთებდი და ეთქობა უფალმა დაინახა ეს ჩემი მონდომება როგორც მამავარჩილმა ბრძანა და აი ესე მივიღე მონაწილეობა კონკურსი სამების საკათედრო ტაძრის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად 2 ეტაპად ჩატარდა და მასში არქიტექტორთა 110 ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. კომისიას თავად პატრიარქი ხელმძღვანელობდა. მისი წევრები კი წმინდა სინოდისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ. ხატვის სახლთან კონკურსანტები დილიდან შეგროვდნენ. ჟიურის ხდომა დღის 2 საათზე დაიწყო და განხილვა 9 საათს გაგრძელდა. ბოლოს დარჩა ჩემი პროექტი და შოთა ყავლაშვილის პროექტი. შოთა ყავლაშვილი აკეთებდა ბუცა ჯორბენაძესთან ერთად კოლექტივი იყო მე მგონი ზურა წერეთელიც იყო ამათთან ჩართული და ცალკე ჩემი მე მარტო და უკვე გვესმის კიბეებზე ჩამოვდიან პატრიარქი მობრძანდება და რო შეგხვედა სულ ყველანი იქავართ აი ზღვა ხალხია ავტორებიც და გულშემატკივრებიც ხო და მეორე დღეს უნდა იყოს გამოცხადება პატრიარქის სიბრძნე კიდევ ერთხელ მაშინაც დადასტურდა და არ უნდა მის სიბრძნეს დადასტურება. კაცო, ყველანი აქა ყოფილანო და რაღაცო გადავდოთ ხვალემდეო. ცოდვები არ არისო, ხვალამდე ამათო გაძლება არ უნდა, თორე გაიგონოს სიმართლეო და ყველა ირგვლივ შემოიკრიბა პატრიარქს გვერდით და თამაზ ნათიძე იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, არქიტექტორი, მდივანი და ბატონო თამას გამოუცხადოთო პატრიარქმა და იმჟელა კომისიამ ესეს განთესვის წესით ესე და ბოლოსო დარჩა ეს ორი პროექტი და საფუძვლად დაედება ახალ საკათედრო ტაძარსო ბატონ არჩილ მინდიაშვილის პროექტიო და მე უკვე აღარ მახსოვს თურმე მუხლებზე დავცემულ ვარ და ბერჯვარი გადამისახია აი ეს მომენტი აღარ მახსოვს მაგრამ ვინც იყო ხო მეუნებოდნენ და მე გაოგნებული ავდექი აი საერთოდ არა ვარ ამ ქვეყანაზე ისე ვარ და მე პატრიარქმა აბო ბატონო არჩილო იქნებო კიდევ ერთხელ მოგვახსენოთო თქვენი პროექტის შესახებო და ეს სულ ყველა ჩემი პროექტისკენ წავიდა როგორ მოვყევი არაფერი არ მახსოვს რა ვილაპარაკე არც არაფერი არ მახსოვს რას უნდა შეადარო განცდა როდესაც შენს ნამუშევარს აირჩევენ 1000 წლეულის მშენებლობისათვის როგორც მოგვიანებით უწოდა პატრიარქმა სამების ტაძარს ვერც მანამდე არსებულს და ვერც იმის შემდეგ რაც იქნება. ეს არის წამი, რომელმაც ხუროთმოძღვარს უკვდავება აჩუქა. საქართველოს კი სამების საკათედრო ტაძარი ისეთი სახით, როგორც დღეს ამშვენებს მტკვრის მარცხენა სანაპიროს. ოღონდ ვიცოდი, რომ ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა. და მე მითხრეს, რომ ეხლა სიონში წადიო და სანთელი დაადიო. დაანთე სამადლობელათო და ჩავედი სიონში და სიონ დაკეტილი იყო უკვე გვიანია და ხლა იქ მორიგეობა ყოველთვის არის და ნუ მიობრახუნე კარებზე და ესავარ არჩილველი მიცნობდნენ იმიტომ რომ კონსულტაციებზე ხშირად დავდიოდი თან ეკლესიის მრევლი ვიყავი და გამიღეს კარები და სად არის ხლა სანთელს ვერ იყიდი დაკეტილია ყველაფერი და
აი ამ შანდლებში ნარჩენი სანთლები ვიპოვე, შევაგროვე და რაღაც ერთი სანთელი გავაკეთე და დავამთე ეს სანთელი და მადლობა გადავუხადე უფალს და წამოვედი და მე როგორც გაირკვა ერთი ნახევარისაც მე უწმინდესი მიბრძანებულა თავად გალობლებთან ერთად პარაკლისი გადაუხადა რომ უფალს მადლობა შესწირე რომ შენ მე გამომიჩინე პროექტი რომელიც მე უნდა განმახორციელო და ყოფილა და როგორ ვინანე რომ არ ვიცოდი მაგრამ ალბათ რა ვიცი ყველაფერი ღვთის განგებაა და ტაძრის აშენება თავდაპირველად ვაკეში ყოფილი სტუთქალაქის მახლობლად იყო გადაწყვეტილი თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა და ტაძრის მშენებლობისათვის უფრო შესაფერის ადგილად ელიას მთა მიიჩნიეს თავიდან იყო აი პრეზიდენტის სასახლე რო შენდება ბარათაშვილს ის ტერიტორია იყო გამოყოფილი და ეს ისეთი პერიოდია როდესაც ჯერ ძველი მთავრობა არსებობს და იმ მოსახლეობის გაყვანა არ იყო მაშინ პრობლემა რა მაინც იმიტომ რომ უკვე ბიუჯეტი ისე ჰქონდათ რომ კორპუსები შენდებოდა ყველაფერი და ამ ხალხს გაიყვანდნენ მე უკვე რო შეიცვალა დროება მთავრობა უკვე პრაქტიკულად იქ 250 ოჯახი უნდა გასულიყო და კომუნისტების პერიოდში ეგ შესაძლებელი იყო რამდენიმე კორპუსს აშენებდნენ და ბიუჯეტი ქონდა დაფინანსება და უბრალოდ გაიყვანდნენ და რო შეიცვალა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო პატრიარქს კიდე უნდა რომ დაეწყო და ცარელ ადგილის ძებნა იყო ქალაქში და მე ერთ-ერთი იდეა იყო უკვე აი აქ ჭავჭავაძეზე სადაც პატარა წმინდა სამების ტაძარი არის სტუთქალაქის ყოფილ ტერიტორიაზე მაშინ გამოგვიყოს კიდევაც ქალაქის ხელმძღვანელობამ 3 ჰექტარი ტერიტორია რომ ანუ იმ ზოლში უნდა ჩავტეულიყავით ტერიტორია თავისუფალი იყო მშენებლობა შეიძლებოდა მაგრამ აბსოლუტურად ყველამ ვიცოდით რომ ასეთი მასშტაბის ტაძრისათვის ასეთი ეს ვაკე მაინც ჩიხი არის ქალაქის სტრუქტურაში და არ ივარგებდა ყველამ ვიცოდით მაგრამ ერთ-ერთი თავისუფალი ადგილი იყო და ბოლოს უკვე ისევ ამ ჩვენს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში ამ მსჯელობის შედეგად მე დავარწმუნეთ უკვე სამების ფონდის და უწმინდესაც მოვახსენეთ და ავიყვანეთ რომ ელიას მთაზე ის მეგობრობის პარკი იყო ყველაზე კარგი ვარიანტი და მართლაც ასე აღმოჩნდა იმიტომ რომ ქალაქის სტრუქტურაში დომინირებს მარცხენა სანაპიროზე ინსოლაცია შესანიშნავია იმიტომ რომ ისეთი ფერდია რომელიც სულ ნიავდება ეკოლოგიურად გადასარევი და რაც თავარია აი იქიდან გადმოჰყურებს ტაძარი თელ ქალაქის ძველ სემანტიკურ ჯგუფს აი ყველანაირად მომგებიანია რასაკვირველია ახლა იქ გზები მისაყვანია გასაფართოებული მაგრამ თითო უბანი არის ძველი და ეს თავისთავად რასაკვირველია ქალაქის გეგმაში გზების პროექტებით ჩაიდება და ბინადმშენებლობაც შეიცვლება და იმიტომ რომ თან ისე გამოვიდა რომ აი საპრეზიდენტო სასახლე და საპატრიარქო ტაძარი რაღაც ერთ ჯგუფში მოხვდა და თავისთავად ცხადა რომ უბანს ეშველება და გაკეთილშობილდება ასე რომ იქ მისვლის პრობლემაც არასდროს არ იქნება. რაც თავარი ახლო არის ფაქტიურად და თან იხედება ახლა იქ ტერასიდან თუ გადმოგიხედავთ ქალაქი ერთი ბოლოდან მეორე ბოლო ჩანს. აბსოლუტურად ყველაფერი ხელის გულზე არის, ასე რომ თლიანი კომპლექსისათვის 11 ჰექტარი გამოიყო, სადაც უნდა განთავსებულიყო ტაძარი, სამრეკლო, საპატრიარქო, მამათა მონასტერი, სასულიერო სემინარია და აკადემია, სასტუმროები და სხვა დამხმარე ნაგებობები. თუ გავითვალისწინებთ მაშინდელ დროს მსგავსი მასშტაბების მშენებლობა საქართველოსათვის წარმოუდგენელი ფუფუნება იყო. მისი საერთო ღირებულება ქვეყნის ბიუჯეტსაც კი აღემატებოდა. მაგრამ როგორც შემდეგ დადასტურდა, ამგვარი საქმისათვის მსხვერპლის გასაღებად მზად აღმოჩნდა ერიც და ბერიც. 1994 წლის 14 ოქტომბერს სვეტისხოვლის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი აკურთხა და შემდეგი სიტყვებით მიმართა მრევლს. ჩვენიერი ახალი ტაძრის აშენებით რწმენის ერთგულებასა და სიყვარულს ერთხელ კიდევ დაადასტურებს. მისმა მშენებლობამ იგი სულიერადაც უნდა გაამთლიანოს. ჩვენ დღეს უფრო სულიერად გვიჭირს ვიდრე მატერიალურად.
სამების ტაძრის აშენებამ სწორედ ამ სულიერი კრიზისის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი. ტაძრის ასაშენებელი ადგილი უწმინდესმა 1995 წლის 23 ნოემბერს აკურთხა. 96 წლის 3 მარტს კი მოხდა ფუნდამენტის კურთხევა, რაზეც შემდგომი დაახლოებით 5 წელიწადი დაიხარჯა. 2000 წლისათვის მიწისქვეშა სივრცის სამუშაოები დასრულდა. მაშინ გადაწყდა ამ სივრცის გამოყენებაც და ხარების მიწისქვეშა ტაძრის და სიწმინდეთა მუზეუმის შექმნის იდეა წარმოიშვა. როგორც არჩილ მინდიაშვილი იხსენებს, 2000 წლისათვის ტაძრის მშენებლობისათვის გამოყოფილი რესურსები თითქმის ამოწურული იყო და რომ არა ერთი ქართველი მეცენატის ჩარევა შესაძლებელია შეწყვეტილიყო კიდეც. ბატონი ბიძინა როცა ჩაერთო უკვე ამ საქმეში, უკვე მიწის პირზე ვიყავით ამოსულები და უკვე მოხდა ტაძრის აგება, მოპირკეთება მთლიანად. ამ პერიოდში მოხდა სამრეკლოს აგება, ცოტა ადრე დაიწყო სამრეკლო, ცენტრალურ კარიბჭის გაკეთება და უამრავი რაღაცა ამ პერიოდიდან გაკეთდა. პრაქტიკულად 4 წელიწადში უკვე დავასრულეთ. მშენებლობა ელიას მთაზე თითქმის 9 წელი მიმდინარეობდა. უამრავი მუშა და ხელოსანი იღებდა მონაწილეობას. ზამთარში და პაპანაკება ზაფხულში თუ კი ამისათვის აუცილებელი მატერიალური მინიმუმი არსებობდა, სამუშაოები არ წყდებოდა. მოხდა უბედური შემთხვევაც, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაძაბული პოლიტიკური ცხოვრების და გაჭირვების ფონზე ტაძრის მშენებლობა ბევრში გაღიზიანებასაც კი იწვევდა. მავანი გულში და ხმამაღლაც ითვლიდნენ თანხებს, რომლებიც ტაძრის მშენებლობის ნაცვლად მათი აზრით ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა. მაგრამ შენობა მაინც გრძელდებოდა და თბილისის თავზე ძალიან ნელ-ნელა მაღლდებოდა სამების ტაძარი. საქართველოს პატრიარქი მშენებლობის პროცესში ძალიან დიდ როლს ატარებდა ელიას მთაზე და უშუალოდ მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო საქმეში. მუშაობის პროცესში კვირაში რამდენიმეჯერ ამოდიოდა. საკლავი ამოქონდა მუშებისთვის. რამდენჯერ მანქანები დატვირთული პროდუქტებით. ანუ მუშებს ხელოსნებს აპურებდა. და რამდენიმეჯერ დიდი შავი დეკეული დაკლა ამ მშენებლობის პროცესში, უკვე რელიგიურ დღეებთან დაკავშირებით, შესაწირავით დაკლა და გამზადებული ეს კერძები და ამოტანილი კერძები და ურიგდებოდა და მრევლიც სპურდებოდა და ხელოსნები და მუშებიც ხო თავისთავად ესე პატრიარქის ამოსვლა ჯერ ისედაც პატრიარქი ამოდიოდა, ბედნიერები იყვნენ და მე იცოდა რომ ხელსარელი არასდროს არ ამოდიოდა. ისე ცხრები და ხო გეუბნებით ყველაფერი და მშრალი პროდუქტი უამრავი და ტაძრის არქიტექტურა მუდმივ ცვალებადობას განიცდიდა მშენებლობის დროს. ის თავისთავად წარმოადგენს ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვეობის შერწყმას და არის ნაზავი ჯვარგუმბათოვანისა და ცენტრალურ გუმბათოვანებს შორის. გუმბათი ტრადიციული 4-ის ნაცვლად 8 სვეტს ეყრდნობა, რამაც თავის მხრივ გუმბათის პარამეტრების შეცვლის საშუალება მისცა არქიტექტორს. დღეს სამების გუმბათი ყველაზე განიერია საქართველოში. მისი დიამეტრი 16 მეტრი გახლავთ. ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში 4. პირველი პროექტის მიხედვით საკათედრო ტაძრის გვერდით ჩრდილოეთით და სამხრეთით 2 მცირე ეკლესიაც უნდა აშენებულიყო, რაც მისი შესაძლო ადგილმდებარეობის შეცვლის გამო გამოირიცხა. პროექტი განიცდიდა, იცით რატომ, რომ უკვე როცა სივრცეები ჩნდებოდა და უკვე ადვილი დასანახი იყო, უკვე პატრიარქს ებადებოდა სხვადასხვა აზრები, რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებდით და ანუ მიწისქვეშა ნაწილი არის თავად ხარების ტაძარი, საკმაოდ მოზრდილი, ორსინათლიანი და მის გვერდზე მეორე სართულზე არის 4 ტაძარი კიდე. ანუ 5 ტაძარი არის მიწისქვეშ. ზემოთ თავად სამების ტაძარი არის ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნინოს, მთავარანგელოზებისა და ნათლისმცემელის ტაძარი. ეხლა ამ მცირე ტაძრების, ნათლისმცემელის და მთავარანგელოზების მხატვრობა მიმდინარეობს ამჟამად. იხატება ეს ტაძრები. ტერიტორიაზე არის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი და არის ივერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კარიბჭის თავზე. რომ ნაწინასწარმეტყველებელი არის, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ივერის ღვთისმშობლის ხატი დატოვებს ათონის მთას და გაემგზავრება თავის ქვეყანაში, საქართველოში.
და ჩვენ გავამზადეთ ყოველ შემთხვევისთვის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კარიჭის თავზე, რომელიც ქალაქს გადმოყურებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით სამების ტაძრის მოხატვას მხატვარი ამირან გოგლიძე გაუწევს კოორდინაციას და ტაძარს კანონიკის სრული დაცვით მოხატავენ. ხოლო მისი საკურთხეველი მოზაიკით უნდა მოიჭედოს და ძალიან რთული და ძვირადღირებული იქნება. ტაძრის გუმბათი ფურცლოვანი სპილენძით დაიხურა. ინტერიერში ასევე გამოყენებულია ქართული ბოდბის გამარმარილოებული კირქვა. იატაკზე კი დაგებულია ჩინური და ინდური გრანიტი. კედლებზე იტალიური, ეგვიპტური და ბერძნული მარმარილოა გამოყენებული. ბერძნული მარმარილო გვხვდება კანკელის მოპირკეთებაშიც. ტაძრის ძირითადი ნაწილი ბოლნისის ტუფითა და კურსების გრანიტით მოპირკეთდა. ბატონო ბიძინა ივანიშვილმა რომ ითავა ამის შექმნა და დასრულება, თავად შეიძინა იქ კარიერი. ანუ ქვა კი არ უყიდია, ამ ქვას თვითონ აწარმოებდა. იყიდა თავის ქარხანაც ყველაფერიც შეიძინა და პრაქტიკულად ხდებოდა თავისივე პროდუქციის მიწოდება, რომ შეღავათი იყო რასაკვირველია ძალიან დიდი. მაგრამ შიგნით მხოლოდ ქვედა სართულზე გვაქვს ნახმარი, ეს არის ბოდბის გამარმარილებული კირქვები, ჩალისფერი ქვა არის და ძირითადად კი მაინც ეს არის იტალიური, ესპანური და ბერძნული მარმარილოები. დროს საქართველოში ახლა ესეთი ქვების წარმოება მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეს ქვები, მაგრამ არ არის მისი წარმოება, კარიერები არ არის გახსნილი. ამიტომ შემოვიტანეთ ეს ქვები და ინდური ქვებიც არის, თორსტე ბრაზილიურიც უნდა იყოს რამდენიმე. ძირითადად არის უცხოური ქვები, იმიტომ რომ ეს თვითონ ეს გამა, ჩინური ქვა არის კიდე. ანუ გარედან მთელი პერანგი ქართული არის და შიგნიდან უკვე ინტერნაციონალური, ასე ვთქვათ. ასეთი მასშტაბების ტაძარი საქართველოში არასოდეს აშენებულა. მისი ფართობი 5000 კვადრატულ მეტრზე მეტია. სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მეტრი. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე 13 მეტრია. სიგრძე 70 მეტრი, სიგანე 64. სამების ლავრა აღჭურვილია უახლესი საკომუნიკაციო, ელექტროგათბობისა და სავენტილაციო აპარატურით. ტაძარში შესვლა სამ სხვადასხვა დონეზე ხდება და ის ერთბაშად 10,000-ობით ლოცველს იტევს. 2004 წლის გიორგობას გაიხსნა. სიმბოლურია, რომ 9 წელი დაგვჭირდა და მადლობა უფალს რო ყველაფერი. ერთხელ მკითხა პატრიარქმა ადრე მშენებლობის პროექტირება მიდის მშენებლობა. ბატონო არჩილ როგორ არის საქმეო და მეოთხარი თქვენ აუწმედისო რაღაც ბრიყულად გამომივიდა ნამდვილად ვაღიარებ. ყველაფერი ფინანსებზეა მეთქი დამოკიდებული და გაეღიმა და არა ფინანსებზე ყველაფერი ღვთის მადლზეა დამოკიდებული. ყველაფერი იქნებაო. თუ ღვთის მადლი იქნება, ყველაფერი იქნება და ესე აგესრულებთ ყველაფერი როგორც პატრიარქის სიტყვები ასრულდა და დღესაც რეალობაა. მანამდე 2003 წლის 6 დეკემბერს სამების ტაძარზე 7,5 მეტრის სიმაღლის მოოქროვილი ჯვარი დაიდგა. ჯვარი 2 ტონას იწონის და უჟანგავი ლითონისა და ბრინჯაოს მასალითაა დამზადებული. ის თითქმის 1 წელი მზადდებოდა. ჯერ ქარხანა მიონში, შემდეგ კი მოსკოვში იქაური გამოცდილების გასაზიარებლად. ჯვარი დაიფარა სპილენძის ფირფიტებით, შემდეგ ვერცხლითა და ბოლოს მოოქროვდა. ჯვარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წინა დღეს აკურთხა წმინდა სინოდის მღვდელთ მთავრებთან, ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტ დანიელთან, ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოს ისაიასთან და ხონელ მთავარეპისკოპოს საბასთან ერთად. ჯვრის პროექტი 23-25 ვარიანტი იყო გაკეთებული პარამეტრების დასადგენად. მე ერთი რაღაც ხუმრობაც კი დადიოდა თბილისში, რომ ხალხი ანიძლებოდა, აი ნახე ახლა ჯვარი ადგას, არა დგას და რა ხდებოდა, რომ გავაკეთებინეთ ხის მაკეტი ჯვრის და დავადგამდით და მე უკვე ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან ვაკვირდებოდით პარამეტრების დასადგენად, ანუ დიდია, პატარა, ანუ რაღაცა ნიუანსი არ მომეწონებოდა, მე ხსნიდით ამას, ან ვამატებდით, ან ვაკლებდით და მე ვუმნები რომ ხალხი ერიძლება ერთმანეთს რა გინდა არის ახლა ჯვარი. ნახავენ არ არის, მაგრამ ჯვრის დადგმაზე სასწაულებთან მქონა საქმე. საშინელი ქარი იყო და ახლა უწმინდეს უთხარით კიდევაც რომ ძალიან სახიფათო იყო დადგმა.
მით უმეტეს 70 მეტრის სიმაღლეზე უნდა აგვეტანა ჯვარი და არაფერზე არ იდარდოთო, ყველაფერი კარგად იქნება, დღეს ვთქვი და დღეს უნდა დავაყენოთ ჯვარი. გამოჩნდა მტრედები, თეთრი მტრედები. 7 მტრედი თუ არ ვცდები. და აი მართლა სასწაულთან მქონა საქმე, რომ ამ წემ რო დაიწყო აწევა ჯვრისა და შუამდე არ იყო მისული, რომ ჩადგა ქარი. ესე იგი, ისე დააბრძანეს თავის ადგილზე ეს ჯვარი, ისე უკვე იქ შედუღება, ჩამაგრება, გაჭირმა, ну რაც პროცედურა ჭირდებოდა, ყველაფერი არაფერი, რომ ხალხით სახიფათო იყო, ზემოთ იდგნია ხალხი. მორჩა ყველა ჩამოვიდა და ისევ გაგრძელდა. მაგრამ საინტერესო იყო თვითონ ჯვრის დადგმა, რადგანაც ამ წე ვერ აწუდებოდა ამ წე. მერე იყო ვერტფრენების ვარიანტი, რომ თითქოს, მაგრამ საქართველოში ესეთი ვერტფრენები არ იყო, მერე უნდა რუსეთიდან იყო, მაგრამ იქ ვერტფრენს ჰქონდა ისეთი ამ მინუსი, რომ ის რაზეც ჩამაგრებული იქნებოდა, ანუ ჯაჭვებზე ეს ჯვარი, უნდა ჩამოეგდო მერე იმას. რო ჩაიხსნებოდა რაღაც ტექნოლოგიურად. თან იქიდან ვერტფრენიდან ზუსტად იმ ბუდეში ჩასმაც და მერე ძალიან მამაპაპური მეთოდით ჩემო კონსტრუქტორებმა და კიდე პოლიტექნიკის სპეციალისტებმა ჩვეულებრივი აი ზიარჭურჭელებით ორტონიანი წყლის აბზი დავამაგრეთ ერთ ადგილზე, მეორეზე ჯვარი და მორტონამ გადაწია და ჯვარმა მოიმატა კიდე რამდენიმე სიმაღლე, რამდენიმე მეტრი. ანუ რომ ამ წევრო მივიდა იქამდე, მერე დაიწყეს წყლის გამოშვება ნელ-ნელა და ეს წყალი რო ეს რო იცლებოდა უკვე ჯვარი წევდა უკვე და ზიარჭურჭლების თანახმად და ისე ჩაბრძანდა უმტკივნეულოდ, რომ არაფერი არ მომხდარა, აი რაც გვეშინოდა ამინდის გამოსდა თვითონ აწევისაც, სპეციალური კონსტრუქცია დავამზადეთ ისე იმ სარინმა დაამზადა და აი მამაპაპური წესით, მაგრამ მაინც შევძელეთ, იმიტომ რომ მანამდე იყო რაღაც პრობლემა სანქტ-პეტერბურგში დგავდნენ ჯვარს და იქ ძალიან დიდი მსხვერპლი იყო ვერტფრენებით დგავდნენ და მოუწდათ აი ეს მემონტაჟები საკმაოდ მსხვერპლი იყო იქ და შემთხვევით სუფრასთან ალალბეძე მოსმენილმა ამბავმა კონკურსის შესახებ არჩილ მინდიაშვილის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა და ის თავისი შემოქმედებით ეკლესიას დაუკავშირდა. ის დაინიშნა საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარ არქიტექტორად და დღემდე განაგრძობს ამ სფეროში მოღვაწეობას. ამ ცენტრის უფროსი იყო მამა დავითი, ამჟამად უკვე ალავერდელი ეპისკოპოსი, მოადგილე იყო ბესარიონ მენაბდე, მაშინ დიაკვანი იყო და ეხლა უკვე დეკანოზი არის და მე მთავარ არქიტექტურად და პრაქტიკულად უკვე ჩვენ 90-იანი წლებიდან, 90 წლიდან აი ამ ხუროთმოძღვრების ცენტრში დავიწყეთ საქართველოში მივიწყებული აი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების აღორძინება. ჩვენ დავიწყეთ პრაქტიკულად პირველებმა და უამრავი პროექტი გაკეთდა, უამრავი რეალიზაცია მოხდა და ამის მერე უკვე მე-20 წელია და მე პრაქტიკულად არაფერი სხვა არ მიკეთებია. ანუ საერო პროექტები, მაგრამ ახლა დრო მოდის ისეთი, რომ ალბათ ისაც უნდა გავაკეთო და ისაც ისეთი ცხოვრება მიდის და ვნახოთ. მესამე 1000 წლეულის პირველი ქრისტეშობა ქართველმა ერმა წმინდა სამების მშენებარე ტაძარში აღნიშნა. ტაძარში, რომელიც აშენდა ქართველებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი ჟამს. მაშინ, როდესაც ნაწილი ქართველებისა ბრძოლაში ეცემოდა მტრის ხელით. ნაწილი ძმათა მკვლელ ომში, ნაწილი სიკვდილს და უბედურებას გაურბოდა, ახალგაზრდები უცხო ქვეყნებში ეძებდნენ გადარჩენის გზას. აშენდა სწორედ ამ გაქცეულთა და დამარცხებულთა, ღატაკთა და მოღალატეთა, უბედურთა და გადარჩენილთა ალალის შესაწილით. აშენდა როგორც უდიდესი სინანული და უდიდესი იმედი, რომელიც საქართველოს ბებერი დედაქალაქის შუაგულში სამუდამოდ დარჩება.